ვერის პარკში არსებული ჭადრაკის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. ჭადრაკის სასახლე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, იყო და არის უმძიმეს მდგომარეობაში, შესაბამისად დაიწყეთ მისი განახლება, მოწესრიგება. სამუშაოები შედგება ორი ეტაპისგან. პირველი ეს არის გარე ფასადის მოწესრიგება და დავაბრუნოთ ისეთ ფორმატში, როგორც პირვანდელი სახეა, აკეთებული ფართები, რაც რა თქმა უნდა დემონტაჟი განხორციელდა და აღდგენითი სამუშაოები იქნება ისე, რომ მივიღებთ პირვანდელ ავთენტურ სახეს. და ჭადრაკის სასახლეზე სამუშაოების მეორე ეტაპი ეს არის შიდა სივრცეების სარემონტო სამუშაოები და მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული დარბაზიც მთლიანად განახლებული იქნება, მოწესრიგებული იქნება. ანდრია ბასილაია არის ჩემთან ერთად. დიახ, როგორც ახსენეთ, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამიტომ ჩვენი მიზანი იყო, რომ დაგვეუბნებინა იმ პირველად ვიზუალით და სახით. ასევე თქვენ ახსენეთ ისტორიული დარბაზი, სადაც ძალიან ბევრი ისტორიული მატჩი, საჭადრაკო მატჩი ჩატარდა და ხდება ყველა სამწუხაროდ იყო ძალიან ბევრი მოშენებული ფართები, მითვისებული ფართები, ხდება ყველაფრის დემონტაჟი, მოწესრიგება და უკვე მომავალ წლის ბოლოს სრულიად განახლებული სასახლე დაუბრუნდება თბილისს. მადლობა.